ბრალის აღიარება და ბოდიში დაზარალებულებს 2024 წლის აქციებისას ძალადობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლომ დღეს დახურულ რეჟიმში იმსჯელა. ყველა მათგანს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებმა სასამართლოს დარბაზში თქვეს, რომ აქციაზე თვითნებურად მოქმედებდნენ. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში არ არის გამორიცხული დაკავებულთა წრე გაფართოვდეს. მაკა ლაშხია მუშაობდა დღეს ამ თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. მაკა, როგორია ბრალდებულების პოზიცია და რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი დღეს სასამართლოს ხდომის შემდეგ? ჟურნალისტ გურამ როგავას მომიტინგე ზვიად მაისაშვილისა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ლევან ხაბეიშვილის ძალადობის საქმეზე დღეს სასამართლოს ხდომათა დარბაზში დაკავებულმა ხუთივე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. ხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და შესაბამისად მხარეებს ჰქონდათ ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე, თუმცა რამდენიმე დეტალი დახურული ხდომათა დარბაზიდან გახდა ცნობილი, მაგალითად ის, რომ ხუთივე სპეცრაზელმა დანაშაული აღიარა და მათ ასევე აღნიშნეს, რომ ისინი 2024 წლის აქციებზე თვითნებურად მოქმედებდნენ და ისინი არავისგან არ იღებდნენ დავალებას. დღეს ერთ-ერთი ბრალდებული ეცდებოდა ხდომათა დარბაზში ბრალის აღკვეთის ღონისძიებას. ეს იყო ზვიად მაისაშვილი. მან თქვა, რომ ორმა სპეცრაზელმა, რომელიც უშუალოდ არიან ბრალდებული მის საქმეზე ხდომათა დარბაზში დღეს მას ბოდიში მოუხადეს. როგორც მაისაშვილმა ეს ჟესტი შეაფასა დადებითად, თუმცა აღნიშნა, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ მათი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაისაჯონ დავალების მიმცემი პირები. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, დღეს პროკურატურამ, როგორც უკვე გითხარით, მოითხოვა პროცესის დახურვა გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არსებობს არაერთი მოწმის ჩვენება და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართოს. დღეს პროკურორმა არ გამორიცხა. მან თქვა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სხვა პირთა დანაშაული, არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს. ორივე მათგანმა აღიარა თავის დანაშაული, ასევე მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. მე არც არ მქონია იმის განცდა, რომ ესა და ან იმის გრძნობა, რომ ესა ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი ან შურიზიების განცდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა, რა თქმა უნდა. თუმცა მაინც ორივე მოიხადა ბოდიში, თუმცა ერთი ადამიანი, რომელმაც მოახერხა ის და იყო გამბედაობა, რომ ჩაეხედა ჩემთვის თვალებში, ის გამოც უფრო მეტად ვაფასებ ამ ადამიანს, ვიდრე მეორე, რომელიც ზურგით იდგა და არც კი შემოუხედია, ისე თავისთვის ჩაიბურდღუნა, რომ ბოდიში ხდიდა. მე ვიცავ დაკავებულთაგან ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. ბრალდების მხარე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს. დაცვის მხარე შუამდგომლობით სასამართლოს წინაშე, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო იმ გარემოებების გამო, რომ მას არ უცდია და არც აპირებდა მიმალვას, ასევე მას მოწმეებზე რაიმე სახის ზემოქმედება არ მოუხდენია. იგი პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანაშრომლობდა გამოძიებას. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე დანაშაულის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის ეპიზოდებზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. მოცემულ შემთხვევაში თქვენთვის ასევე ცნობილია, რომ ამით საქმე არ თავდება. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უდიდესი საქმე იქნა გაწეული და სწორედ ამის შედეგი არის, რომ მოცემულ შემთხვევაში ხუთი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, თუმცა გამოძიება ამ ეტაპისთვისაც გრძელდება. ამ სასამართლოს ხდომაზე სამივე ბრალდებულმა დააფიქსირა პოზიცია, რომ დანაშაულს ისინი აღიარებენ. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაცვით. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ განიხილა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი, გაიზიარა სრულად და მათ ორივე ბრალდებულს შეიფარდათ პატიმრობა.
რაც შეეხება პოზიციას, ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. საქმე არის მოცულობითი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ხსენებული მოქმედებების შედეგად მოპოვებული იქნა მტკიცებულები და როცა ჩვენ მოვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულები კონკრეტული პირების იდენტიფიცირებისთვის, შესაბამისად მიღებული იქნა მათ მიმართ სისტემატური დევნის დაწყების. და კიდევ ერთი გამოძიების ფარგლებში. თუ დადგინდება ვინმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი, საქართველოს პროკურატურა ყოველთვის დაიწყებს ამ პირების მიმართ შესაბამის სისტემატურ დევნის. ძალადობის საქმეზე ყოფილი და მოქმედი სპეცრაზმელების დაკავებას დღეს შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებული რეაქცია და ეს მათი დაჭერა მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ ქართული ოცნება არის ჩიხში შესული. რაც შეეხება მართველი გუნდის პოზიციას, დღეს ისინი ამბობდნენ, რომ მაშინ როდესაც გახდა იდენტიფიცირება შესაძლებელი, მოხდა მათი დაკავება და მართველ გუნდში ასევე აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში სხვა ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, როცა შესაძლებელი გახდება ამ პირების, მოძალადე პირების იდენტიფიცირება, მოხდება ასევე მათი დაკავება და კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს. ის იმ ასე ვთქვათ პოლიციელების დაკავება, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საკმარისი სასჯელი. სანამ არ იქნებიან დასჯილები უშუალოდ ბრძანების გამცემები. და ბრძანების გამცემები ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არიან უმაღლესი თანამდებობის პირები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთეული გადაცდომა შეიძლება მოხდეს ერთდღიან ღონისძიებას. ეს არის მოჩვენებითი მოქმედება რეჟიმის მხრიდან, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, უფრო და უფრო ჩიხში ექცევიან და სჭირდებათ რაღაცა მოჩვენებითი ნაბიჯების გადათმა. ეს იყო სისტემური დანაშაული და ამის გამოძიება სჭირდება სისტემური მიდგომა. მნიშვნელოვანია რომ არ იყოს არანაირი გადაცდომები. ამ შემთხვევაში ნახეთ ჩვენ რამდენიმე ფაქტი უფლებამოსილების გადამეტებისა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამაზეც რეაქცია არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეს ჩვენს ქვეყანას იცავდა. შესაძლოა ეს ადამიანები, რომელსაც დღეს ბრალი აქვს წაყენებული კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ადამიანებმაც იმ დღეებში მანამდე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ მოლოტოვის კოქტეილი ვიღაცას არ მოხვედროდა და არ დამწვარიყო ცოცხლად, რომ ის მაშხალები, რომელსაც პარლამენტს ესწროდნენ, არ წასულიყო იმ მიმართულებით და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა, ასე რომ ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ უპირველეს ყოვლისა იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვა, თუმცა გადაცდომებსაც რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება ექნება. ჯამში დაახლოებით 30 მოძალადე იყო დაკავებული ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს გულისხმობ მოძალადეებს და თქვენ იცით რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ბუნებრივია ის რომ იყო მართალია ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული. თუმცა ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი ორიოდე კვირის წინ უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და საბოლოო ჯამში მოხერხდა ბრალის გამოკვეთა და ჩვენი მოქმედება ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ და ამისათვის მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება. და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც იხილა საზოგადოება. ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული, გამოძიება გრძელდება, კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ბრალის გამოკვეთა, სხვა შემთხვევაში თუ გახდება შესაძლებელი ბრალის გამოკვეთა, რა თქმა უნდა, იქაც სახელმწიფო იმოქმედებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. 2024 წლის აქციებზე გურამ როგავას მიმართ, ასევე ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე აღნიშნული პირები პროკურატურამ 7 მაისს დააკავა, 5 პირიდან 2 უკვე იყო დაკავებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და მათ დამატებითი ბრალი წარედგინათ. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე. აქვე გეტყვით, რომ გურამ როგავას შემთხვევაში მას ასევე აქვს მეორე მუხლით ბრალი წარდგენილი, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლოს ხდომის დეტალებით მაკა ლაშხია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა მაკა.